თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის აღნიშნულ პროექტზე დევნილი ახალგაზრდებისთვის განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დასრულდა. წარმატებულ პროგრამას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ქილულთან პირველი ნეო უნივერსიტეტის საქართველოში პარტნიორობით ახორციელებს. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირების ქილულში სრული დაფინანსებით 7 პროგრამა შეისწავლიან. პლატფორმა Skillwood-თან თანამშრომლობით ჩვენ გვაქვს საშუალება რომ დავეხმაროთ ჩვენს დევნილ ახალგაზრდებს, ზოგადად მოსახლეობას, რომ დაეუფლონ ამ მოთხოვნად პროფესიებს, რათა შემდგომში პერსპექტივაში ისინი დასაქმდნენ. პირველი ორი ეტაპი მოიცავდა UX UI designs და სხვადასხვა კურსებს, თუმცა ეს მესამე ეტაპი იმით არის განსაკუთრებული, რომ ძალიან ბევრი კურსი დაემატა, მათ შორის მარკეტინგი, მათ შორის ესე ვთქვათ სოციალური ქსელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, კიბერუსაფრთხოება, რაც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია დღეს შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა მაქსიმალურად ჩვენი საზოგადოების წევრები ინტეგრირდნენ და გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი. აღნიშნული პროგრამა 16-დან 30 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. კურსის გავლა ყოველგვარი საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშეა შესაძლებელი. აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ მაღალ განაზღაურებად და მაღალ მოთხოვნად პროფესიებზე IT მიმართულებით განათლება და შემდეგ მათი დასაქმების პერსპექტივები. ამის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენ როგორ გვქონდა 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ განვახორციელებთ კოლაბორაცია და ერთიანი თანამშრომლობა, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წელსაც. გვიხარია, რომ 100-მდე ადამიანი შემოუერთა ამ ჩვენს მნიშვნელოვან კურსებს, რომელიც ეხება როგორც web development-ს, რომელიც ეხება ციფრულ მარკეტინგს და ყველაფერი ისწავლება ონლაინ სივრცეში, რადგან Skillwheel არის ონლაინ უნივერსიტეტი. ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენთან სწავლობდნენ. სასწავლო კურსი 3-დან 7 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. პროგრამის მიზანი დევნილი ბენეფიციარებისთვის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა, ასევე მათი დასაქმებაა. ახლა სოციალური მედიის საშუალებით პოსტი რომ ფინანსდებოდა UI UX დიზაინის კურსი ისეთივე მნიშვნელოვანი აკადემიაში როგორც Skillwheel-ია, ასე რომ გადავწყვიტე რომ შემოვსვა აპლიკაცია და საბოლოოდ საბედნიეროდ ამირჩიეს და შევძალი რომ გამეარა ეს კურსი. აქედან გამომდინარე უკვე შევძალი ის რომ დამეწყო მუშაობა Making Science Suite-ში, ანუ არა მხოლოდ პროექტი მოიცავდა კურსს, არამედ უკვე შემდეგ შემიძლია რომ სამუშაო პერიოდში შევისწავლო უკვე მივიღო გამოცდილება ამავე სფეროში. როგორც კი გავიგე Skillwheel-ის შესახებ ჩემი მეგობრისგან, შევიტანე განაცხადი და დამიკავშირდნენ, მითხრეს რომ დამიფინანსეს სრულად კურსი, რაც ძალიან გამიხარდა. ძალიან ემოციებში ვიყავი და შემდეგ უკვე როცა დავიწყე სწავლა, რეალურად მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან თვითონ სწავლის პროცესი არის ძალიან სახალისო, ანუ იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ პრაქტიკული და ესეც მომავლის პროფესია, მეგონა რომ ცოტა რთული იქნებოდა, მაგრამ Skillwheel-ში სწავლასთან ერთად შერწყმული არის სხვადასხვა სახის აქტივობები სახალისო. პროგრამაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი 2024 წლის განმავლობაში კვლავ გეგმავს პროექტის გაგრძელებას. წინასწარი ინფორმაცია კი განაცხადების და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე Facebook გვერდზე განთავსდება.